2024 როგორც სახელმწიფოს მხრიდან წამების და რეჟიმის მოძალადეების დაუსჯელობის წელი. ასე საქართველოს გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში შევიდა. მმართველობის მე-13 წელს ივანიშვილის გუნდი Human Rights Watch-მა ავტორიტარული რეჟიმების გვერდით დააყენა. პარტია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით მოვიდა, ახლა მხოლოდ ზეწოლასთან, წამებასთან და მოქალაქეების სურვილების ღალატთან ასოცირდება. ფაქტობრივად ეს არის დემოკრატიისგან გადახვევა და ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა. იქიდან გამომდინარე, რომ აქ იყო როგორც დისკრიმინაციული და არასაცანადო საკანონმდებლო ინიციატივები და კანონები, რომელიც იქნა მიღებული, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, ასოციაციების თავისუფლებას ქვეყანაში, აგრეთვე იქნა ძალიან დიდი პოლიციური ძალა გამოყენებული, გადამეტებული ძალა გამოყენებული, იყო ძალადობის შემთხვევები, იყო წამების შემთხვევები, რაც რა თქმა უნდა მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ კრიზისზე ქვეყანაში. Human Rights Watch არ გამორჩენია არც ფიზიკური და სატელეფონო ტერორის კამპანია. ვრცელ ანგარიშში ორგანიზაცია წერს, რომ აქტივისტებზე, ოპოზიციონერებსა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. ხელისუფლების შემოიფარგლება იმით, რომ გვეუბნება, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი პიროვნება არ იქნა არც დაკავებული, არც გასამართლებული ამ გადამეტებული ძალის გამოყენების მუხლით. სამწუხაროდ ეს ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეების ათეულობით თუ ასეულობით ადამიანი იქნა დაკავებული, დაჯარიმებული, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ავტორიტარიზმის დამყარება ოლიგარქის გეგმაა. ამ მიზნის მისაღწევად კი მას მხოლოდ ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტი და დამოუკიდებელი არასამთავრობოები და მედიები უშლიან ხელს. უფლებადამცველთა თქმით, ეს ოლიგარქმაც კარგად იცის და ამიტომ წამოიწყო აქამდე უპრეცედენტო კამპანია. პროდასავლელი მოქალაქეების წამება და დატყვევება და კრიტიკული ორგანიზაციების დევნა რუსული კანონით. ეს ანგარიში სხვა არაერთ ანგარიშთან ერთად აჩვენებს იმ დრამატულ უკუსლას და უკანდახევას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ჩანს და უკვე ის ხშირად გამოყენებული ტერმინები, რომელიც ამ ანგარიშებში შეგხვდა, ეს არის ავტოკრატიზაცია, ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების უგულებელყოფა, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ. ხდება დემოკრატიული ღირებულებები ქვეყნის გადახვევა ავტორიტარიზმის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დასკვნა, რომელსაც ვეთანხმებით, იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად ის, რაც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში. ანუ ქვეყანამ პრაქტიკულად უარი თქვა ევროკავშირზე, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უარი თქვა ადამიანის უფლებებზე და პრაქტიკულად ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, ემსახურება სწორედ ავტორიტარიზმის და დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში. ქვეყანაში ძალადობამ პიკს არჩევნების მოპარვის შემდეგ მიაღწია. ამ ნიშნით Human Rights Watch საქართველოს ვენესუელის გვერდით აყენებს. რეჟიმი ქუჩაში გამოსულ ხალხს იქაც ფიზიკურად დაუპირისპირდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი ჩაგვრელი რეჟიმების სიაშია, რაც მის საერთაშორისო ლეგიტიმაციას გამორიცხავს. როდესაც პოლიტიკურმა შურისძიებამ, ძალადობამ, რეპრესიებმა წარმოუდგენელი მასშტაბი მიიღო, რა თქმა უნდა, უკვე ისეთი ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები, როგორც არის Human Rights Watch თუ სხვები, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში დამყარებული ავტორიტარიზმი და ყოველდღიურად ივანიშვილი კიდევ უფრო უახლოვდება დიქტატურას. დემოკრატიის მტრების სიაში დასახელებას რეჟიმი თავდასხმით პასუხობს. განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ორგანიზაციის მოთხოვნა პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. Human Rights Watch-ის შეფასებით დასავლეთმა ჩაგვრელ რეჟიმს სწორედ ასე უნდა უპასუხოს. მარტივია ხოლმე ძიმე და ბრტყელი სიტყვების გამოყენება, იმ შემთხვევაშიც ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი ან ორგანიზაცია ამბობს, რომ თურმე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო და მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში საერთოდ გამიჭირდება მე სერიოზულად შევაფასო ეს განცხადებები. როდესაც ეს ამ ანგარიშების თავარი მიზანი ხდება ხოლმე უკვე პოლიტიკური ინსტრუმენტად ხდება გამოყენება ამ ანგარიშების, სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ დასკვნებს. ბიძინა ივანიშვილის და რეჟიმის სხვა წევრების სანქცირება Human Rights Watch-მა წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების საპასუხოდ მოითხოვა. ორგანიზაცია მთავარ გამოსავლად ახლა ოლიგარქის გუნდისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხედავს.